Abfragen, Akkusative. წინადადება იქნება Kannst du mich die Vokabeln abfragen? Kannst du mich, ესე იგი აქ უკვე mich-ი, ეს არის ზუსტად ის აკუზატივი, რაც გვჭირდება ხალხო. Abfragen ყოფილა ესე იგი გამოკითხვა. შეგიძლია რომ სიტყვები გამომკითხო? Kannst du mich die Vokabeln abfragen? აი ამას ნიშნავს. გამომკითხო. კითხო. უფრო გამოკითხო. გამოკითხვა არის უფრო abfragen. ესე fragen არის კითხვა. შემდეგ. რას ნიშნავს abgewöhnen? Abgewöhnen-საც სჭირდება აკუზატივი. Abgewöhnen. ნახეთ, abgewöhnen სჭირდება ჯერ დატივი და შემდეგ აკუზატივი. ეხლა წინადადებაში ვნახოთ. Ich muss ihm sein schlechtes Benehmen abgewöhnen. Ich muss ihm sein schlechtes Benehmen abgewöhnen. რა არის abgewöhnen? აწერეთ აბა. ვისაც გინდოდათ ახლა ეს რთული სიტყვები, მოდი. თუ შევამცირო უფრო. Okay. კიდე დაველოდები აბა ერთ პასუხს და კი ბატონო, გადაჩევას ნიშნავს, რომ რაღაცისგან გადაიჩვიო, ხო? თამამ დღეს მოასწავლეს თუ მომსადებ. კი ვამზადებ მოსწავლეებს ზუსტად ვისაც საუბარი უნდათ და ბერდონებდი, ანუ მეც არ ვამზადებ. ბერდონებდი ყველას, უბრალოდ მომწერეთ აქ TikTok-ზე, რატომ წერთ და მე გიპასუხებთ და პირობებს გამოგიგზავნით. Ja, du darfst dich vorstellen, das stimmt. Gut, შემდეგი სიტყვა. Abholen. რას ნიშნავს abholen? ვისაც გინდათ ყველა მომწერეთ და გიპასუხებთ მე რა ყველანი გერმანიაში ხართ თუ საქართველოში ხართ და აქ წამოსვლობინდეთ. 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 ჭირდება. ეს ძალიან კარგი წიგნია ხალხო, აი აქ არაფერი არ შეგეშლება. ხო ცოტა რთული წიგნია, ანუ B1-დან C1-მდეა. კარგი, abholen არის რომ რაღაც წამოიღო. უბრალოდ წამოიღო. Online ვასწავლი კი და ყველა ინდივიდუალური გაკვეთილები მაქვს, ანუ არ მაქვს ჯგუფში. რადგან დამწყები ვარ, მინდა რომ ინდივიდუალურად ვასწავლო ყველას, რომ ხო რა, დასაწყისში ეგრე მირჩევნია. ვისაც მე რა უნდა მომწეროს პირადში და ჩაგიგდებთ ყველაფერს. ესე იგი abholen, წინადადება Sie holt dich vom Flughafen ab. An Sie holt dich vom Zuhause an. Sie holt dich, keine Ahnung von wo war. Also abholen, წამოყვანა. მაგალითად, ვიღაცა ყავს აეროპორტში, მithuna წამოიყვანო. აი რომ წამოიყვანო. კი ბატონო, მომწერე და გელოდები. მე ამის გაკვეთილის შემდეგ ეხლა ჩავატარებ TikTok-ში. მე მოგიპასუხებ. ესე იგი წინადადება Sie holt dich vom Flughafen ab. აი ესე დაიმახსოვრეთ, წინადადებებით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ სიტყვები თქვა თუ ისევე დაიმახსოვროთ. მაგალითად, ich hole meinen Bruder vom Flughafen ab. მაგალითად, ich hole meine Mutter vom Flughafen ab. ხვდებით? იმიტომ რომ აკუზატივი და მე დატივი. რამდენ ხანში ვისწავლე? ანუ გეტყვით 9 თვე ვისწავლე საქართველოში. ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მაინც ჩავაბარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მე თვითონ ვიმუშავა ჩემ თავზე, თორემ მგონი იმ შედეგით ნამდვილად ვერ მივიდოდი გამოცდამდე, რაც ეხლა მარტო მასწავლებელი ვერაფერს ვერ იცავს ხალხო. მასწავლებლის შემდეგ იწევს შენ კიდე შრომა,
მაგრამ ეხლა რომ ვუკვირდები, მე როგორ მინდა რომ ვასწავლო, ხვდებით რომ, ხვდები მე თვითონაც რომ ძალიან ბევრი რაღაცა დამაკლო ამ მასწავლებელმა. ძალიან ბევრი რაღაცა იყო ძალიან სტრუქტურას მიყვებოდა, ასე ვთქვათ. თავისი წლის გეგმა ქონდა მგონი. ხო და ეს არ მომწონს მე, უნდა იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ ადამიანს ჯერ ერთი შეხედო, სად აქვს მაგალითად ხო სირთულეები, სად აქვს სისუსტე, უბრალოდ იმაზე მორგებული, ყველა ადამიანზე მორგებული სტრუქტურა უნდა გქონდეს და არა ერთი სტრუქტურა, რომელიც 100 ადამიანს მოერგება, ხვდებით? მარტო გამარჯობა, მოიცადე, გამარჯობა და მეც ever გწერ დახურული გაქვს. დახურული მაქვს რანაირად? მოიცაბა დაგამატო. დაგამატებ და auffolgen. დაგიმახსოვრებ და იმედია მოგძებნი, ვერ ხვდები რა თქვენ წერ. აბა კიდე სცადე. დამიკომენტარე მაინც ჩემს ვიდეოებში და ესე მოგძებნი. ვინც ვერ მწერს, მაგალითად კომენტარში დამიკომენტარეთ და ეგ შემოვალ. მადლობა. მოკლედ კომენტარში დამიკომენტარე და მოგწერ. ყოველ შემთხვევაში მაგის თქვა მინდოდა რომ ეს ამ ქალს მქონდა მან თავისი ხვდებით ერთი წლის გეგმა. მოკლედ ამ გეგმით ვერავინ ვერ წავთ სწრაფად წინ, ხვდებით? ამიტომ ძალიან ბევრი, 5 რაღაცას ერთად ვაკეთებდი, ხალხო. ვსწავლობდი სიტყვებს, ამ სიტყვებს ვწერდი, ხმამაღლა ვლაპარაკობდი, წინადადებებში ვსწავლობდი, ვიგონებდი წინადადებებს, გრამატიკას ვუყურებდი YouTube-ზე, გრამატიკას ვსწავლობდი თვითონ წიგნში. მე რაღაცა მოსასმენები იყო ინტერნეტში, ამ მოსასმენებს უსმენდი, მოსასმენებში იყო მე კიდე მაგალითად ხომ უსმენ რაღაცას. იქიდან გამომდინარე კითხვებს უნდა გასცე პასუხი. ასე ვადგენდი ჩემ დონეს, ჩემ დონეს. აი ამ 5 რაღაც, 6 რაღაცაში ვარჯიშობდი, ასე ვთქვათ. ამას თუ არ გააკეთებს თვითონ მოსწავლეც, მაგრამ მასწავლებელს ხონდა გითხრას რა უნდა გააკეთო, მინდა, მინიმუმ ის მაინც ხონდა მოგცეს აი ინფორმაცია, რომ აი ესე გააკეთე და ენას ისწავლი, ხო? რა ვიცი, გავაგრძელოთ აბა. რას ნიშნავს abhören? ამასაც აკუზატივი ჭირდება. ვინც ვინც იცის გრამატიკა. აქ სამწუხაროდ ახლა ლაივში ვერ ახსნი ამ გრამატიკას რთული ასახსნელია. აქედან. მოკლედ ვინც იცის abhören ჭირდება ასევე გრამატიკა და ახლა გეტყვით წინადადებას. Die Polizei hörte das Telefongespräch ab. Das ნიშნავს die Polizei hörte das Telefongespräch ab. ხო, ეს მარტივია, მე თუ ამდენი იცი წინადადების ესე იგი გიშის უბრალოდ გრამატიკის გაგება. ეს მართლა მარტივია. ვინც ახლა წარმოიდგინე საერთოდ არაფერი არ იცის, ეგ არის რთული, რომ იმას ასწავლო, თორე ადამიანს რომელსაც რაღაცა საწყისი აქვს, არის ძალიან მარტივი. ხო, რამენაირად ისე ქენი, რომ დამიკავშირდე, რომ არ დამეკარგო თუ არა და უბრალოდ დააკომენტარე და ისე მოგწებნი. Abhören. Also die Polizei hörte das Telefongespräch ab. Damit წერეთ აბა თუ იცით. მადლობა. კარგი გიპოვი. მარიუს, ჰალო. ესე იგი, abhören არის რომ რაღაცა აი პოლიცია გისმენს, ხვდებით? აქ ამბობს ეს წინადადებას, რომ die Polizeiო ტელეფონის საუბარს იწერს, ხვდები? ან უსმენს ესე იგი. Abhören. აი რომ ტელეფონში შელაპარაკობ და ეს პოლიციაც გისმენს. აი ამას ნიშნავს abhören. არ ვიცი ახლა ზუსტად ქართულად კარგახანი ყველაფერი არ გადამითარგმნია, ასე დაახლოებით რომ აგიხსნათ, ხო? Abhören. Abkaufen. In Deutschland, ანუ გერმანიაში ვარ. Was ნიშნავს abkaufen?
abkaufen სჭირდება dativი და შემდეგ აკუზატივი. ეხლა შეხედე, ich kaufe dir dein Auto ab. Ich kaufe dir dein Auto ab. რას ნიშნავს? აბა დავუკვირდით ახლა abkaufen. კი ბატონო. თავარია მომწეროთ ხო, თორე სამწუხარო რო გინდა და მე ვეღარ მწერთ. და მეც ვერ პოულობთ. Abkaufen. რას ნიშნავს abkaufen? Dankeschön. თან ახლა დრო მაქვს ხალხო და ამიტომ მინდა გამოვიყენო დრო და თქვენთვისაც კარგი ამიტომ ყველა დრო შენ თითქმის მცალია. Danke. კარგი, abkaufen-ი არ იცით. ესე იგი მე ვიყიდიო შენგან აი ამ მანქანას. ხო რაც შენ გქონდა ნაყიდი, ამას მე abkaufen-ს გავუკეთებ. ესე იგი abkaufen ვიყიდი. ხვდებით? აი რომ მომყიდი, ასე ვთქვა და ეს abkaufen-ია.